დამოუკიდებლობის დღე უკვე მესამე ომის პირობებში სიტყვიერ მილოცვასთან ერთად სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ხდება ცნობილი. ამერიკული მედია იუწყება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას 850 მილიონი დოლარის მრავალფუნქციურ რაკეტებს გადასცემს. მიწოდება 6 კვირაშია მოსალოდნელი. შეთანხმების ნაწილი კი ევროპულმა ქვეყნებმა დააფინანსეს. ვოლოდიმირ ზელენსკი მილოცვებს მსოფლიო ლიდერებისგან იღებს, თუმცა მათ შორის ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან და ეს იმ ფონზე, როცა უკრაინელებს ბელარუსის პრეზიდენტიც კი ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს. ქართველი ხალხის სახელით ვიდეო მიმართვა მხოლოდ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. დღეს 7 საათზე დაგეგმილია სოლიდარობის აქციაც, მოქალაქეები ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბებიან. ზურა პეტროსიანი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ზურა, გისმენთ. გიორგი, დავიწყოთ მსოფლიო კამპანიით, რომლის მიზანიც არის უკრაინელი ხალხის და უკრაინის დახმარება და რა თქმა უნდა ტელეკომპანია ფორმულას უერთდება ამ კამპანიას და ახლა მაყურებელი დილიდან პრინციპში ხედავს QR კოდს ეკრანის მარცხენა მხარეს, რომელზე გადასვლის შემდეგაც ის მოხდება United 24-ის საერთო პლატფორმაზე. ეს პლატფორმა ასე გამოიყურება ნებისმიერ ეკრანზე და ეს არის სწორედ დონაციის პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით და მასში ათასობით და უფრო მეტი ადამიანიც არის ჩართული მსოფლიოდან, მათ შორის ყველასთვის ძალიან ცნობილი და კარგად ნაცნობი ადამიანებიც. ამ პლატფორმის მთავარი მიზანი არის ომისაგან განადგურებული უკრაინის დახმარება, მისი აღდგენა, ასევე ადამიანების დახმარება უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა ომის დაწყებიდან მესამე წელს, როდესაც ჯერჯერობით ეს სისხლისმღვრელი ომი გრძელდება, უკრაინას ისევ ჭირდება მხარდაჭერა და ტელეკომპანია ფორმულა როგორც მანამდე დღესაც და მუდმივად უჭერს მხარს სწორედ უკრაინელების მისწრაფებას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ვინაიდან ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის საერთო ბრძოლა, რომელშიც გამარჯვებაც არის გარდაუვალი როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და ეს QR კოდი სწორედ ამისთვის არის, აი ჩვენს ეკრანებზე და მთელი დღის განმავლობაში იქნება, რაც შეეხება დონორებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ამ კამპანიაში, ყველა მათგანის ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა მათ შორის არიან სხვა ქვეყნის ლიდერები, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ასევე მსახიობები, როგორც არის რობერტ დე ნირო, ასევე მომღერლები, მაგალითად Imagine Dragonsი, ასევე კიტრინ დენიოფი, ემა ტომსონი და ბევრი სხვა, პიერი შარი და ყველას რა თქმა უნდა ვერ ჩავმოვთვლით და მთავარი მიზანი, როგორც თქვით, არის 5 სხვა მიმართულებით უკრაინის დახმარება. ეს არის თავდასხმის მიმართულება, ჰუმანიტარული, სამედიცინო, ასევე უკრაინის აღდგენა და განათლების მიმართულებაც. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ სწორედ მოკლე მიმართვები ამ ადამიანების, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან ჩაიწერა და მას შემდეგ მუდმივად ტრიალებს უკრაინულ და მსოფლიო ტელეეთერებში. Hello, I'm Robert De Niro speaking to you from New York. This is Imagine Dragons. This is Bono from U2. Je suis Catherine Deneuve. Hello, Ukraine. I'm Mark Hamill. Hello from Los Angeles. It's Catherine Winnick. This is Stephen Fry. Hey, this is Brad Paisley. It's Emma Thompson here. I'm Jared Padalecki. I stand with Ukraine. Ukraine is not only defending itself, but is defending Europe and the West in general. Because if the war criminal Putin is successful in his illegal and immoral invasion of Ukraine, no country will be safe. We united to protect Ukraine. We united for justice, for democracy. We united for security, for the future. Because there is nothing more valuable than freedom. You have our love, our respect, our support, and our gratitude. I'm here for you. You're not alone. Know too that love and peace in time will always overcome darkness and hate. Slava Ukraini. Slava Ukraini. Slava Ukraini. Slava Ukraini. Slava Ukraine. Slava Ukraine. Slava Ukraini. Slava Ukraini. Slava Ukraini. Slava Ukraini. Slava Ukraini. Heroyam slava. აი ასეთი არის ამ ადამიანების მიმართვა. ახლაც გადავამოწმეთ და ბოლოს აი United 24-ზე უკრაინელი ხალხისთვის შეგროვილი არის ამ დროისთვის $1,878 მილიონ დოლარზე მეტი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩარიცხვაც, რომელიც განხორციელდება ამ საერთო პლატფორმაზე აისახება. დღეს კი უკრაინა აღნიშნავს ომის პირობებში ისევ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და ვოლოდიმირ ზელენსკი იღებს მილოცვებს მსოფლიოს ლიდერების მხრიდან, რაც შეეხება საქართველოს ჯერჯერობით ასეთი მილოცვა
გაავრცელა მხოლოდ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ყველა ამ გზავნილს, რასაც დილიდან ვისმენთ, რა თქმა უნდა, აერთიანებს ის, რომ უკრაინამ თავის მამაცური ბრძოლით აჩვენა ის, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ მთლიან ევროპულ მომავალს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კონტინენტზე ცხოვრობს და არა მარტო, ხვდება იმას, რომ არა უკრაინა შეუძლებელი იქნებოდა ბოროტების შეჩერება და ამიტომ მხარდაჭერა, რომელიც ისმის ახლა უკრაინელების მიმართ, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, არამედ ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რომელიც ფინანსურად და სამხედრო დახმარებაშიც გამოიხატება და მაგალითად, როგორც ვიცით, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ნატო თავის მხრივ ძალიან დიდი 50 მილიარდიან დახმარებას მიმართავს 2025 წლის ბოლომდე უკრაინისთვის, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო წინ წაწევს უკრაინელების მხარდაჭერას ფრონტზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ხვდებით, რომ პუტინი მოლაპარაკებების მიუხედავად გაჩერებას არ აპირებს. ჩვენ ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობით. რათა ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, ჩვენი დროშების ქვეშ, ჩვენს მიწაზე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე მშვიდობაში, მომავლის ნდობით, პატივისცემითა და მადლიერებით ყველას მიმართ, ვინც დაიცვა უკრაინა ამ დამოუკიდებლობისთვის ომში, ვინც წინააღმდა, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა. ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება. სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ. გილოცავთ დღესასწაულს. დიდი ქვეყნის დიდებულო ხალხო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. Dear Volodymyr, dear President Zelensky, dear Ukrainian friends. თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შემდეგ უკვე მესამედ გულწრფელად გიგზავნით ქართველი ხალხის მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ ქართველები და თქვენ უკრაინელები კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფასს. ბოლო წლებში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ, რას ნიშნავს დაიცვა საკუთარი ტერიტორია, დაიცვა შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თქვენ მოახერხეთ გაგეერთიანებიათ მთელი ევროპა თქვენს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას ომის გზით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას მშვიდობის გზითაც. თქვენ გექნებათ მშვიდობა, თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში. ამაშიც დარწმუნებული ვარ და მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. დღესღამით ევროკომისიის შენობა სიმამაცის ფერებშია განათებული. უკრაინის დროშა არის სიმბოლო უკრაინის სიმტკიცის და მისი უკეთესი მომავლის, უკეთესი რწმენის, თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის რწმენის, ჩვენს საერთო კავშირში დიდება უკრაინას. უკრაინასთან ერთად მთელი ევროპისთვის სამნახევარი წელია ევროპა ურყევად უჭერს მხარს უკრაინას დღეს. დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინაში, ნამდვილი მშვიდობის, დამყარებულის უსაფრთხოებაზე, სიძლიერესა და სუვერენიტეტზე. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის ერთგულია. ჩვენ გვჯერა მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმების, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და მის გრძელვადიან უსაფრთხოებას, რაც ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. ამ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც თქვენ პატივს მიაგებთ თქვენი ერის ისტორიას, შეერთებული შტატები მოუთმენლადენი ჩვენი ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენი ორივე ერის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის. უკრაინელები დიდი სიმამაცით იცავენ თავს რუსული თავდასხმებისგან. ისინი იბრძვიან ჩვენი წესრიგისთვის, რომელიც დაფუძნებულია ევროპაში თავისუფლების პრინციპებსა და სამართლიან მშვიდობაზე. დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მათ გვერდით, დღეს და მომავალში. დღეს როგორც ყოველთვის მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს დამოუკიდებლობას და პატივს მივაგებთ ყველას გამბედაობას, ვინც ყოველდღიურად აგრძელებს თავისუფლების დაცვას. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არა მხოლოდ უკრაინის საქმეა, არამედ ჩვენი საერთო საქმეცაა. ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი კეთილდღეობა და ჩვენი მომავალი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. მოლდოვა მადლიერია უკრაინის გამბედაობისთვის, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებად შეინარჩუნა. თქვენი ბრძოლა საკუთარი მომავლის არჩევის უფლებისთვის აძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს. მოლდოვაც მტკიცედ დგას თქვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო ევროპული გზის დასაცავად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინის ძლიერი, საიმედო და უსაფრთხო მეზობლად დავრჩეთ დიდება უკრაინას. და უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ცვლილებები არის ტელეკომპანია ფორმულას ბადეში 5-საათიანი ფორმულას გამოშვების შემდეგ მაყურებელი შეძლებს ნახოს BBC-ს ფილმი პრეზიდენტ ზელენსკიზე. ზელენსკი პრეზიდენტის პორტრეტი ომში არის ამ ფილმის სახელწოდება. რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც ვიცით, 19 საათზე არის დაგეგმილი უკრაინის მხარდამჭერი აქცია, რომელიც ტარაშ შევჩენკოს ძეგლიდან დაიწყება.